მასწავლებელთა სერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2016 წლის იანვარი ამოცანა ნომერი 8. ნახატზე გამოსახულია წრფივად მოძრავი სხეულის სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი, მოყოლითაგან რომელიც შეიძლება იყოს სხეულზე მოქმედი ძალების ტოლქმედის დროზე დამოკიდებულების გრაფიკიო. ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ამოცანა გავაკეთეთ, ჩვენ გვაინტერესებს ძალის დროზე დამოკიდებულების როგორი ხასიათი აქვს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენ შემდეგ ფაქტს, რომ ძალა პროპორციული არის აჩქარების, კერძოდ ძალა უდრის ნიუტონის მეორე კანონიდან მასისა და აჩქარების ნამრავლს, ანუ ეს ვექტორი და ეს ვექტორი ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ მუდმივი მამრავლით, რომელიც ამ ჩვენს ვექტორს ან ზრდის, ან მცირებს იმის მიხედვით თუ მასა როგორი არის. შესაბამისად, ჩვენ აჩქარებაზე ვისაუბრებთ თვისობრივად თუ ძალაზე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ჯობს რომ აჩქარებაზე ვისაუბროთ. მოდით შევხედოთ ახლა ამ გრაფიკს. დამოკიდებულება გვაქვს სიჩქარის დროზე, ხო? თავიდან სიჩქარე მუდმივი არის. თუ სიჩქარე მუდმივი არის, სიჩქარის ცვლილება არ გვაქვს. ანუ ის ძალაზე შეგვიძლია ვთქვა და აჩქარებაზე. თუ სიჩქარის ცვლილება არ გვაქვს, აჩქარება 0 არის, ან სხვა სიტყვებით, აჩქარების გამომწვევი მიზეზი ძალა წარმოადგენს აჩქარების გამომწვევ მიზეზს, შესაბამისად ძალა 0 უნდა იყოს. აჩქარება შესაბამისად 0 არის. კი ბატონო, ესე იგი რა გამოგვდის, ესე იგი ჩვენ თავიდან უნდა იყოს 0. თავიდან აქ 0 არის, ყველა გარდა 100, ამიტომ აქ გამოვიცხოთ. ახლა გადავიდეთ B-ს მეორე უბანზე. ეს არის პირველი უბანი, ეს არის მეორე უბანი, ეს არის მესამე უბანი. მეორე უბანზე სიჩქარის დროზე დამოკიდებულებას აქვს წრფივი ხასიათი. წრფივობა ნიშნავს იმას, რომ სიჩქარე დროის ნებისმიერ ტორშვალეთში სიჩქარის ცვლილება არის მუდმივი, შესაბამისად აჩქარება არის მუდმივი. თუ აჩქარება არის მუდმივი, მაშინ რომელი გამოგვდის ჩვენ აჩქარება მეორე უბანზე უნდა იყოს მუდმივი. ნუ ფაქტიურად ყველა გამოგვირიცხა ხო ჩვენ მშვენიერი. აქ არ არის მუდმივი, მეორე უბანზე არც აქ და გვჩება პასუხი E-ღა. კი ბატონო, E გვჩება. თუ მესამე უბანს რაც შეეხება, მესამე უბანში თანაბარ შენელებული მოძრაობა გვაქვს, ოღონდ აქაც აჩქარების გეგმილი არის უარყოფითი. შესაბამისად, ქვემოთ არის გრაფიკი მუდმივი ხასიათის და ნუ ძალაც, რადგანაც აჩქარება და ძალა ერთმანეთის პროპორციულია, შესაბამისად, აჩქარებასაც და ძალასაც თვისებრივად ერთი და იგივე სახე ექნება. ამიტომ პასუხი იქნება E.